იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო და კითხეს მას. მოძღვარო, მოსემ თქვა, თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას. ჩვენთან 7 ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა, შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა. ასევე მეორემაც, მესამემაც, მე-7-მდე. ყველა შემდეგ კი ქალიც მოკვდა. ხო და აღდგომას იმ 7-დან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა. მიუგო იესომ მათ პასუხად. ცდებით, ვინაიდან არც წერილებიცით და არც ღვთისძალა. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში. ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუ თუ არ წაგიკითხავთ, ღვთისაგან თქვენთვის თქმული. მე ვარ ღმერთი ა ブラ ამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა. ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება. ხოლო ფარისევლებმა გაიგეს. სადუკეველები გააჩუმაო და ერთად შეიკრიბნენ. ერთმა მათგანმა რჯულის მცოდნემ გამოსაცდელად კითხა მას. მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში? ხოლო მან უთხრა მას. შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი. შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამ ორ მცნებაზე კიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველი. როცა ფარისევლები შეიკრიბნენ, იესომ კითხა მათ. რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე? ვისი ძია იგი? მათ უთხრეს. დავითისა. უთხრა მათ. აბა როგორ გაუწოდებს დავითის სულში მას უფალს, როცა ამბობს, უთხრა უფალმა ჩემს უფალს, დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად. თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მისი ძე როგორღა? ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის მიგება. იმ დღიდან მოკიდებული კითხვას ვეღარავინ უბედავდა.